არის ესეთი ჰიპოთალამუსი ჩვენ თავის ტვინში, რომელიც არის პასუხისმგებელი ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც ჰიპოფიზის ჯირკვლის აქტივირებას ახდენს და შესაბამისად მე მაქვს სამგვარი რეაქცია სტრესზე. ეს არის ჩხუბი, ეს არის გაქცევა და ეს არის გაყინვა, გავიყინე ერთ ადგილას რო ვამბობთ, ხო? ეს არის ის სტანდარტული სამი პასუხი სტრესზე, რა პასუხსაც მე როგორც ცოცხალი ადამიანი ვავლენ. თუმცა აქვე ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, ისეთი გენდერულ ჭრილში, საინტერესო დაკვირვება, ფემინისტურ ჭრილშიც თუ გნებავთ, რომლის თანახმადაც გვეუბნებიან ფსიქოლოგები, რომ აი ეს სამი რამ სტრესის დროს მე ან ვჩხუბობ, ან გავრბივარ, ან ვიყინები, უფრო კაცისთვის არის დამახასიათებელი და ქალი იცით რას აკეთებს სტრესის დროს? სხვებზე ზრუნავს. ეს ახლა ზიმბარდოს რო არ ეწეროს ამ წიგნში, ვერ გავბედავდი, ესე ლაღათ მეთქვა, იმიტომ რომ შეიძლება შემოგვეკამათონ, მაგრამ ფილიპ ზიმბარდო ამას ამბობდა, კვლევებზე დაყრდნობით ამბობდა და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ქალისთვის უფრო მეტად არის სხვებზე ზრუნვა და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ისევ ჩვენ გვიბრუნდება ცუდად, იმიტომ რომ მე სადა ვარ ამ დროს. სხვებზე ზრუნვაში გადავიტან თელ აი ამ რაღაცა სტრესს და ბოლოს მე რჩები გამოფიტული ცალსახად. დედობრივი ინსტინქტიდან გამომდინარე ცხება, დედობრივი ინსტინქტიც ეგ არის, ხო? აი უსაზღვრო ზრუნვის ინსტინქტი. კაცი თუ სწავლობს ამას და კაცი თუ ეცნობა იმ ბავშვს, რომელიც გაჩნდება რაღაც კონკრეტულ ბედნიერ დღეს, ქალისთვის ის გაცნობილია მთელი 9 თვით ადრე და მანამდე კიდე სხვაგვარად, ხო? და მანამდეც კი ბატონო, ხო? და აქედან გამომდინარე, მაინც აი ამ გენდერულ სხვაობებს მეც ვუსვამ ხოლმე ხას, მით უფრო კვლევები, რასაც გვიდასტურებს.